რამდენიმე ჩაძირულ გემს იტალიელმა არქეოლოგებმა პონტინის კუნძულებთან ახლოს მიაკვლიეს. წყალქვეშა არქეოლოგებმა ზღვის ფსკერზე ნივთების სონარული სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს. სავარაუდოდ ჩაძირული ხომალდები სავაჭრო ფუნქციას ასრულებდნენ და პროდუქცია ჩრდილოეთ აფრიკიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან გადაჰქონდათ. მათ ბორტზე იყო ისეთი პროდუქტი, როგორიც არის ღვინო, ზეთი, ხილი, სხვადასხვა სახის სანელებელი და რომაული ნამცხვარიც კი. აღმოჩენა იტალიის კულტურის სამინისტროსა და ამერიკული ფონდის აურორა ტრასტის ძალისხმევით გაკეთდა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში წყალქვეშა ექსპედიციებით არის დაკავებული. ანალისა ზარატინი იტალიის კულტურის სამინისტროში წყალქვეშა არქეოლოგად მუშაობს. მისი თქმით, რაც უფრო ღრმად არის ნივთი აღმოჩენილი, მით უფრო კარგად არის ის შენახული. ამჯერად აღმოჩენილი ნივთები იმიტომ არის კარგ მდგომარეობაში, რომ მათ მეთევზეები და არქეოლოგიური ნიმუშების მოყვარულები არ შეხებიან. იტალიის ზღვები შეუფასებელი მუზეუმია, რომელიც მსოფლიო არქეოლოგიასა და ისტორიას დიდ განცდს მატებს. 18 მეტრიანი სიღრმის გემის ნანგრევები 100-150 მეტრის სიღრმეშია აღმოჩენილი. სხვადასხვა გემი სხვადასხვა დროს შტორმის შედეგად არის ჩაძირული. ეს კუნძულები რომის იმპერატორ აუგუსტუსს ეკუთვნოდა და ჩრდილოეთ აფრიკასა და ესპანეთს შორის და პირიქით მნიშვნელოვან სავაჭრო გზად იყო მიჩნეული. ეს ადგილი ხმელთაშუა ზღვაში გზაჯვარედინად ითვლებოდა. მეზღვაურებმა იცოდნენ, რომ შტორმის შემთხვევაში მათ იმპერატორის უსაფრთხო პორტში შეფარება შეეძლოთ. ქვეყნის კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ტურისტებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდება, თუმცა არსებობს საფრთხე იმისა, რომ ნივთებს ზღვიდან უკანონოდ ამოიღებენ, ამიტომ კუნძულის მიმდებარე ტერიტორია მკაცრად კონტროლდება. კონტროლი იმიტომ ხორციელდება, რომ ყვინთავებმა ნივთების უკანონოდ ამოღება და შემდეგ გაყიდვა ვერ შეძლონ. ახლახანს იტალიამ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან ოფიციალური შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც წყალქვეშა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი თითოეული ნივთი ზღვაშივე უნდა დარჩეს. არქეოლოგებს ჯერათ, რომ იტალიის ზღვები ჯერ კიდევ დიდ ჩაძირულ განძს ინახავს და შემდგომი ძიება ამას აუცილებლად დაამტკიცებს. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.